ევროპამ ახლახან განახორციელა თავისი ყველაზე მასშტაბური სამხედრო ნაბიჯი ცივი ომის შემდეგ. ეს არის 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ნაბიჯი, რომელსაც უკრაინის ბრძოლის ველებზე ბევრად უფრო შორსაც აქვს გავლენა. ნაბიჯი, რომელმაც შოკის ტალღები მოსკოვამდეც კი მიაღწია. თავად ვლადიმირ პუტინის სამუშაო მაგიდამდე და ეს მიუთითებს დრამატულ გრძელვადიან ცვლილებაზე ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიაში, რადგან კონტინენტი ცდილობს გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები მომავალი აგრესიის მოგერიებისთვის. ამასთან ერთად კი შეამციროს თავისი ხანგრძლივი დამოკიდებულება ამერიკის შეუდარებელ სამხედრო ძალაზე. რუსეთისთვის ეს უბრალოდ ცუდი ამბავი არ არის. ეს ქვეყნის ყველაზე საშინელი კოშმარის სახდენაა. მაგრამ სანამ შედეგებზე ვისაუბრებთ, მოდით ზუსტად გავარკვიოთ რა მოხდა. 2026 წლის ნატოს სამიტი ანკარაში, თურქეთში. 7 ივლისს გაიმართა. მრავალი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ესწრებოდა, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად. მათ შორის ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და სხვადასხვა ნატოსა და არანატოს ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები. სტუმართა სიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელი იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სერ კერ სტარმერი, რომელიც 2024 წლიდან პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. თუმცა ივნისის ბოლოს გადადგომა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანკარის სამიტი მისთვის ნატოს დიდ შეხვედრებზე ბოლო გამოჩენა იქნებოდა. და აშკარად გადაწყვიტა, რომ დასასრული შთამბეჭდავი ყოფილიყო. 8 ივლისს სტარმერმა გამოაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი წამყვან როლს შეასრულებს ახალ თამამ ევროპულ ინიციატივაში, რომელიც მიზნად ისახავს მთელ ევროპაში სიღრმეში ზუსტი დარტყმების შესაძლებლობების განვითარებას. ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პრემიერმა განაცხადა, მე მტკიცედ ვარ განწყობილი, უზრუნველყო დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოება. და ამისთვის უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა შევქმნათ უფრო ძლიერი და მეტად ევროპული ნატო. დიდი ბრიტანეთი უკვე თანამშრომლობს პარტნიორებთან, რათა შეიმუშაოს უნიკალური შესაძლებლობები, რომლებიც მისცემს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უნარს დაიცვან და შეაკავონ საფრთხე ფრონტის ხაზიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით. მაგრამ ეს დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით დაწყებული ინიციატივა მოგცემს საშუალებას გავაძლიეროთ თანამშრომლობა. შევაერთოთ ევროპელი მოკავშირეები და უზრუნველყოთ, რომ ნატო მომავალშიც უსაფრთხო და დაცული დარჩეს. ბრიტანეთის მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ კირ სტარმერი შეკრებს 12 სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ლიდერს, რათა ინიციატივის დეტალები განიხილონ სამიტის დასრულებამდე. გარდა დიდი ბრიტანეთისა, მონაწილე ქვეყნები არიან დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი და თურქეთი. მათ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება სტარმერის განცხადების შემდეგ, სადაც ნათქვამია, ჩვენ ვალდებულება ავიღეთ გავაძლიეროთ და გავამყაროთ ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, ჩვენ ვაცნობიერებთ საჭიროებას გავზარდოთ ჩვენი ღრმა ზუსტი დართვნის შესაძლებლობები. ამიტომაც ვაცნობიერებთ საჭიროებას პროაქტიულად დავაბანდოთ ამ შესაძლებლობებში და დავაჩქაროთ შესყიდვა და მიწოდება, მათ შორის მრავალ ეროვნული ინიციატივების მეშვეობით. ჩვენ ერთობლივად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში DPS-ში 50 მილიარდ 660 მილიონი დოლარი დავაბანდოთ. ეს არის მთავარი ამბავი. 50 მილიარდი დოლარი სრულად მიეძღვნება ღრმა ზუსტი დარტყმის შესაძლებლობებს მომდევნო 10 წლეულის განმავლობაში. და ეს ინვესტიცია უკვე დაწყებულია. გაერთიანებულმა სამეფომ უკვე ჩადო 3 მილიარდი ფუნტი, ანუ ოდნავ მეტი ვიდრე 4 მილიარდი დოლარი საკუთარ შორი მოქმედების საცაცეცხლე პროგრამაში. ეს მოიცავს 770 მილიონი ფუნტს, ანუ 1 მილიარდ დოლარს. გერმანიასთან ერთობლივი სტელსისა და ჰიპერსონიკული იარაღის პროგრამისთვის, რომლის მიზანია შექმნას სრულიად ახალი სახმელეთო გაშვების რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი 2000 კილომეტრზე მეტი იქნება, ანუ დაახლოებით 1250 მილი. 1.4 მილიარდი ფუნტი, ანუ 1.9 მილიარდი დოლარი. ასევე მოხმარდება სტრატუს, სამხრივი პროგრამა, რომელშიც იტალია და საფრანგეთი მონაწილეობენ. მისი მიზანია შექმნას Storm Shadows რაკეტის შემცვლელი, რომელიც უკრაინამ ეფექტურად გამოიყენა რუსეთთან ომში. ეს მხოლოდ ორი მაგალითია. მოცემული პროგრამისთვის გამოყოფილი საერთო დაფინანსების ოდენობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ეს შეიძლება გულისხმობდეს დამატებითი რაკეტების სისტემების განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს ევროპის არსენალს და საგრძნობლად გააძლიერებს მის სიღრმისეულ დარტყმისა და შეკავების შესაძლებლობებს. ადვილი გასაგებია, რატომ თვლის ევროპა, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ასეთი მასშტაბური ნაბიჯის გადადგმა საჭიროა. პირველი და ყველაზე აშკარა ფაქტორი უკრაინაში მიმდინარე ომია. ცივი ომის დასრულების შემდეგ 10 წლეულებში ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, როგორიცაა გერმანია და გაერთიანებული სამეფო, მნიშვნელოვნად შეამცირა თავდაცვის ხარჯები. მათ ეს გააკეთეს, რადგან სჯეროდათ, რომ ევროპულ საბრძოლო ველებზე მასშტაბური კონფლიქტების დრო დასრულდა. მათ უბრალოდ ვერ წარმოედგინათ ისეთი სამყარო, სადაც კიდევ ერთი ომი მათ სახთან ასე ახლოს დაიწყებოდა. ამიტომაც მათ მიიღეს, როგორც ჩანდა, ლოგიკური გადაწყვეტილება, რომ თავდაცვაზე ნაკლები დაეხარჯათ. საბოლოო ჯამში, რატო უნდა დაეხარჯათ ფული ტანკების აშენებასა და 100.000-ობით ჯარისკაცის ხელფასებზე, როცა ომი ასე ნაკლებად მოსალოდნელი ჩანდა. შემდეგ 2022 წელი დადგა. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ის ხანგრძლივი წარმოდგენები ევროპის კონტინენტზე მარადიულ მშვიდობაზე ისე დაინგრა, როგორც მკრიფე ბანკოს კოშკი. ევროპამ გააცნობიერა, რომ ვეღარ იმოქმედებს ისე, თითქოს დიდი კონვენციური ომი შეუძლებელი იყოს. ამან გამოიწვია თავდაცვის ხარჯების ზრდა და ახალი უსაფრთხოების ინიციატივების განვითარება მთელ კონტინენტზე, სადაც პოლონეთი და გერმანია წამყვან როლებს ასრულებენ. მაგრამ ევროპა მხოლოდ უკრაინაში ომზე არ რეაგირებდა. ის ყურადღებით აკვირდებოდა მას. უყურებდა თუ როგორ უკრაინა
ქვეყანა, რომელიც ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ბევრად სუსტ ასე წარმატებით ახერხებდა თავის დაცვას და ამ პროცესში იღებდა მნიშვნელოვან გაკვეთილებს, განსაკუთრებით შორ მანძილზე ზუსტი დარტყმების მნიშვნელობაზე. კიევის ძალებმა შორ მანძილზე მოქმედი დრონები და რაკეტები გამოიყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის რეგიონებში ქაოსის მოსახდენად. ასევე ლოგისტიკური კვანძების გასანადგურებლად, მომარაგების ხაზების გასაწვეტად, საბრძოლო მასალის საწყობების ასაფეთქებლად და სარდლობის ცენტრების დასარტყმელად. სამხედრო ქარხნები, აეროდრომები და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები. ეს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ტაქტიკად დამტკიცდა ბრძოლის ბალანსის შესაცვლელად და მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მოკლე დროში მისაყენებლად. თუ ომი ოდესმე უკრაინის საზღვრებს გაცდება და პოლონეთს ან ბალტიის ქვეყნებსაც მოიცავს, ევროპის დანარჩენმა ნაწილმა კიევის მაგალითი უნდა გაიმეოროს, გონიურულად და ეფექტურად გამოიყენოს შორ მანძილზე ზუსტი იარაღი, რათა რუსეთს ყველაზე მტკივნეულ ადგილებში დაარტყას. ევროპის გადაწყვეტილების კიდევ ერთი უეჭველი ფაქტორი შორ მანძილზე დამტკმელი იარაღის განვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება. ამერიკის შეერთებული შტატები უდავოდ ყველაზე ძლიერი სამხედრო ზესახელმწიფოა პლანეტაზე და მიუხედავად იმისა, რომ ნატოში 30 ქვეყანა შედის, ამერიკა დიდი ხანია ალიანსის საერთო ძალის უმეტესობას უზრუნველყოფს. ევროპის ქვეყნები ძლიერ იყვნენ დამოკიდებული აშშ-ზე არა მხოლოდ დაცვისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის, არამედ რეალური სამხედრო ტექნიკისთვისაც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება იმ მაღალი დონის სამხედრო ტექნოლოგიებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ომში, როგორებიცაა სატელიტები, პროგრამული უზრუნველყოფა და თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავები. ევროპას წლების განმავლობაში თითქმის არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ ამერიკული შეეძინა. ეს ნიშნავდა, რომ თუ ოდესმე ომი დაიწყებოდა, რომელშიც ნატოს წევრი ქვეყანა იქნებოდა ჩართული, ალიანსის წევრები მხოლოდ ამერიკულ არმიას არ დაეყრდნობოდნენ საკუთარი დაცვისთვის, არამედ საკუთარ არმიებში, ძირითადად ამერიკაში წარმოებულ აღჭურვილობასა და იარაღს გამოიყენებდნენ. მრავალი თვალსაზრისი ეს იყო არაჯანსაღი და არამდგრადი დამოკიდებულება და ბოლო წლებში ევროპა იძულებული გახდა გადაეხედა ამ დამოკიდებულებას. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით აშშ-მ მოუწოდა ევროპულ ნატოს ქვეყნებს, რომ მეტი თანხა გამოყონ თავიანთი შეიარაღებული ძალებისთვის. ალიანსის ყველა წევრი დაეთანხმა, რომ 2035 წლისთვის თავიანთი MCFS 5%-ს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე დახარჯავდა. ევროპელმა ლიდერებმა ასევე სცადეს თავიანთი ინვესტიციების დივერსიფიკაცია. მაგალითად, პოლონეთმა სამხრეთ კორეიდან K2 ტანკები შეიძინა. ამავდროულად ისინი აძლიერებენ საკუთარ თავდაცვით ინდუსტრიებს და ახალ პროექტებს იწყებენ მეზობლებთან ერთად. და ეს გვაბრუნებს 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ღრმა დარტყმის ინიციატივასთან, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე დიდი და საუკეთესო მაგალითია. ევროპა ერთობლივად ადასტურებს თავის მზადყოფნას, ნაკლებად დაერქნოს აშშ-ს და ბევრად უფრო მეტად დაიცვას საკუთარი თავი ვიდრე ადვე. ეს არ ნიშნავს, რომ ევროპაც ხვეთს ურთიერთობებს ამერიკასთან. ან რომ აპირებს შეწყვიტოს ინვესტირება ამერიკულ სამხედრო ტექნიკაში. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ევროპა გახდეს ნაკლებად დამოკიდებული და უკეთესად მომზადებული თავისი ინტერესების დასაცავად. ეს ასევე მკაფიო გზავნილია მოსკოვისთვის. როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა, ღრმა ზუსტი დარტყმის შესაძლებლობით დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები შეძლებენ დაარტყან მნიშვნელოვან სამხედრო სამიზნეებს და ლოგისტიკურ სისტემებს, რომლებიც არმიებს ამარაგებენ. ნებისმიერი აგრესორის შეკავება და ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაძლიერება. ანკარაში ჩვენ უგზავნით მკაფიო გზავნილს პრეზიდენტ პუტინს. ნატო უფრო ძლიერია, უფრო ევროპულია და მზადაა დაიცვას ჩვენი მოქალაქეები, მისგან და რუსეთის სახელმწიფოსგან მომდინარე გრძელვადიანი საფრთხის წინააღმდეგ. ეხლა დიდი ხანია ჯორები დადის, რომ პუტინს უკრაინაზე ბევრად უფრო შორს აქვს მზერა მიმართული და შეიძლება მომავალ წლებში ევროპის სხვა ნაწილებზე უფრო მასშტაბური თავდასხმის დაგეგმვას აპირებდეს. ეს განცხადება შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ეს გეგმები განუსაზღვრელი ვადით გადაიდოს. მაგრამ სანამ ავხსნით რატო ვაკეთებთ სამხედრო შოუს, რომ აგიხსნათ როგორ მოძრაობს ძალაუფლება სინამდვილეში. ასე რომ თუ აქ ახალი ხართ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი მოვლენები. ეხლა დიდი ბრიტანეთის განცხადებამ უდაოდ განგაშის ზარები ააჟღერა კრემლის დერეფნებში. მაგრამ მის ნაწილი, რომელიც ნამდვილად უნდა შეაშინოს პუტინი, არის ახალი სტელსისა და ჰიპერსონიკული იარაღის ხსენება, რომელთა მოქმედების რადიუსი 2000 კილომეტრზე მეტია. ამ დრომდე ევროპის საუკეთესო რაკეტების უმეტესობას იგივე პრობლემა ჰქონდა. შეზღუდული მოქმედების რადიუსი. მაგალითად, Storm Shadow შეიძლება მიზანს 550 კილომეტრამდე მანძილზე მოხდეს. 342 მილი დაშორებით. Taurus KEPD 350 აქვს მსგავსი მაქსიმალური მოქმედების რადიუსი, დაახლოებით 500 კილომეტრი. ანუ 310 მილი. MBDA მეტეორიკი შეძლებს დაფაროს მხოლოდ 200 კილომეტრი, ანუ 120 მილი გაშვების წერტილიდან. ესენი ყველა მოწინავე რაკეტებია, მრავალი უნიკალური ფუნქციითა და უპირატესობით, მაგრამ მათი რეალური გამოყენება შეზღუდულია იმით, რომ მათ მხოლოდ გარკვეულ მანძილზე შეუძლიათ ფრენა. ჰიპოთეტურ ომში რუსეთთან ასეთი იარაღს შეზღუდული გამოყენება ექნებოდა. მაგალითად, ევროპას არ ექნებოდა შესაძლებლობა, რომ მხოლოდ Storm Shadow-სა და Taurus-ის ტიპის რაკეტებით დაერთხა ლოგისტიკურ კვანძებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის რეგიონების სიღრმეში.
თუმცა როგორც კი ეს ახალი პროგრამა შედეგს გამოიღებს, ყველაფერი შეიცვლება. ჰიპერსონიკული შორი მანძილის რაკეტის ხელმძღვანელობით ევროპისთვის უამრავი ახალი სამიზნე მოექცეოდა მოქმედების რადიუსში. ამ სამიზნეებს შეიძლება შორის იყოს რუსული სარდლობის ცენტრები, ავიაბაზები, სატრანსპორტო ქსელები, სამხედრო საწარმოები და კონკრეტული სტრატეგიული ობიექტები, როგორიცაა ბომბდამშენთა ფროტები და საჰაერო თავდაცვის სისტემებიც. რადგან ეს არის ზუსტი იარაღები, უმაღლესი სიზუსტით და მინიმალური შეცდომის ალბათობით, ევროპის ნატოს ქვეყნებს შეეძლებათ გაუშვან თავიანთი რაკეტები, ისეთ ადგილებიდან, როგორიცაა პოლონეთი, რუმინეთი ან ბალტიისპირეთის ქვეყნები. სამიზნეებისკენ დასავლეთ რუსეთის მასშტაბით, ტრის რესურსებისა და ინფრასტრუქტურის რუკიდან წამებში გაქრობა. თუ წარმოვიდგენთ ჰიპოთეტურ ბალტიისპირეთის შეჭრას, მაგალითად, როდესაც რუსული ძალები გადაკვეთენ ესტონეთის ან ლატვიის საზღვარს, ევროპას ექნება საჭირო იარაღი არა მხოლოდ ამ ადგილების დასაცავად, არამედ რუსეთის ლოგისტიკის დასაშლელად და პუტინის აგრესიის დასასჯელად. ევროპა შეძლებს დაარტყას მომარაგების მარშრუტებს, შეკრების ადგილებს, საბრძოლო მასალის საწყობებსა და შტაბებს, ფრონტის ხაზის მიღმა, რაც რუსეთს კონფლიქტის გაგრძელებას უფრო რთულსა და ძვირადღირებულს გახდის. მაგალითად, როცა სარკინიგზო კვანძები მწყობრიდან გამოვა, ხიდები განადგურდება და აეროდრომები დაიწვის. კრემლის ძალებს ბევრად გაუჭირდებოდათ ჯარისკაცების, იარაღის, საბრძოლო მასალის, საქვეითდა და საწვავის ფრონტის ხაზზე გადაყვან. ეს თავის მხრივ გაართულებდა ქვეყნის არმიის წინსვლას და ამავე დროს გაამარტივებდა ნებებისმიერი ქვეყნისთვის, რომელშიც შეიჭრებოდნენ თავის დაცვას. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ომი დიდწილად ლოგისტიკაზეა დამოკიდებული, ასეთი უწყვეტი დარტყმები საბოლოოდ შეიძლება აიძულოს რუსეთის სრულად უარი თქვას ომზე და გაიყვანოს თავისი ძალები. მაგრამ აუცილებელი არ არის საქმე იქამდე მივიდეს, რადგან შესაძლოა ამ ახალ ევროპულ რაკეტებს ყველაზე დიდი როლი სულაც არ ჰქონდეთ ავიაბაზების დაბომბასა თუ მომარაგების ხაზების აფეთქებაში. ეს შეკავებას ეხება. შესაძლოა ევროპას არც კი დასჭირდეს თავისი რომელიმე რაკეტის გაშვება. მხოლოდ მათი ფლობა შეიძლება საკმარისი იყოს, რომ რუსეთი შეაკავოს ნატოს ალიანსის ან ევროპის კავშირის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების ჩადენისგან. დიდი ხნის განმავლობაში პუტინი ყოველთვის ძლიერ პოზიციაშია. მან წლები და ტრილიონობით რუბლი დახარჯა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არმიის შექმნაზე. იმ დროს, როცა ევროპული ქვეყნები თავიანთ სახსრებს სხვაგან იყენებდნენ, რუსეთი აგზელებდა უზარმაზარი თანხების ჩადებას ტანკებში, რაკეტებში, დრონებში. იმ დროს, როცა ევროპა თავის ძველ ტანკებსა და ჯავშან მანქანებს განვითარებად ქვეყნებს ყიდდა, რუსეთმა თავისი საბჭოთა პერიოდის რესურსები უზარმაზარ საწყობებში დააგრო. იმ დროს, როცა ევროპის არმიები სუსტდებოდნენ, რუსეთის არმია ძლიერდებოდა. პუტინს მაინც მოუწევდა აშშ-ის შესაძლო ქმედებების საფრთხესთან გამკლავება, თუ გადაწყვეტა ნატოზე თავდასხმას. მაგრამ მან იცოდა, რომ მარტო ევროპას გაუჭირდებოდა საკუთარი თავის დაცვა. ეს ნაწილობრივ იმიტომაცაა, რომ ბოლო წლებში გავრცელდა ჭორები და ცნობები კრემლის ლიდერის მიერ ბალტიისპირეთის ან სხვა ევროპული ქვეყნის, მაგალითად ფინეთის ან პოლონეთის წინააღმდეგ თავდასხმის დაგეგმვის შესახებ. ევროპისთვის ერთადერთი რეალური შემაკავებელი ამერიკა იყო, რადგან მისი საკუთარი არმიები იმდენად დანაწევრებული და არასაკმარისად დაფინანსებული გახდა. საბედნიეროდ ეს უკვე იცვლება. თუ ამ ახალ ინიციატივაში ჩართული 12 ქვეყანა შეძლებს 10 წლიანი ვადის დაცვას, ან კიდევ უფრო დააჩქარებს ახალი რაკეტების წარმოებას, მომდევნო 5-6 წელიწადში ისინი საბოლოოდ შეძლებენ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას და რუსული აგრესიის შეკავებას დამოუკიდებლად. რადგან თუ პუტინმა იცის, რომ ევროპას აქვს დიდი მარაგი შორმანძილზე მოქმედი რაკეტებისა, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან გაანადგურონ მისი ლოგისტიკა, შტაბები და საჰაერო თავდაცვა, ევროპაში შეჭრის პერსპექტივა მოულოდნელად ბევრად ნაკლებად მიმზიდველი ხდება. როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი დენ ჯარვისი აღნიშნავს, ჩვენ ვქმნით მომავლის იარაღებს, რათა გაერთიანებული სამეფო და ნატო 10 წლეულების განმავლობაში უსაფრთხოდ იყოს, მილიარდობით ფუნტის მხარდაჭერით და ჩვენი უახლოესი ევროპელი მოკავშირეებისთან ერთად. ჩვენი ახალი სიღრმისეული ზუსტი დარტყმის იარაღები ნაკრები ჩვენს ძალებს მისცემს შესაძლებლობას 100 კილომეტრის დაშორებით მაღალი სიზუსტით დაარტყან სამიზნეებს, რაც გააძლიერებს ნატოს და შეაკავებს ჩვენს მოწინააღმდეგეებს. და ეს მხოლოდ ზუსტი დარტყმის იარაღებს არ ეხება, რადგან ევროპა ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ ახალ რაკეტებს ამზადებს. ის მრავალ ნაბიჯს დგამს თავისი თავდაცვის გასაძლიერებლად, ნატოს უფრო ევროპულად ქცევისთვის და შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ეს ინიციატივები შედის ევროპული კომისიის ფართო მასშტაბის პროექტში მზადყოფნა 2030-ისთვის. ამ პროექტის საბოლოო მიზანია, რომ ევროპამ 2030 წლისთვის მიაღწიოს როგორც სამხედრო მზადყოფნას, ასევე დამოუკიდებლობას. ეს ძალზე ამბიციურია და ზოგიერთი ექსპერტი უკვე აფრთხილებს, რომ 2030 წლის ვადა შესაძლოა ძალიან ადრე მოვიდეს იმისთვის, რომ ევროპამ რეალური ავტონომია მოიპოვოს. მაგალითად, კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სპარტა 2.0-ის ანგარიში აღნიშნავს, რომ ამას დაახლოებით 9 ტრილიონი დოლარი დასჭირდება. ეს იმ თანხის გარდა, რომელსაც ევროპა უკვე დებს თავის თავდაცვის პროექტებში, რათა დახუროს 10 კრიტიკული ხარვეზი,
რაც დღეს კონტინენტის სამხედრო შესაძლებლობებში არსებობს, ეხლა ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი ხარვეზი, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, არის მართვისა და კონტროლის სფეროში. რადგან ევროპას არ აქვს საკუთარი პალანტივის მსგავსი სისტემა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში. კიდევ ერთი ხარვეზია კონტინენტის უუნარობა, მასშტაბურად აწარმოოს ავტონომიური სისტემები. არა უბრალოდ ათასობით დრონის შეძენა, არამედ ყოველწლიურად მათი მილიონობით წარმოების შესაძლებლობა. ასევე არსებობს რამდენიმე ხარვეზი საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, რადგან ამ კატეგორიაში წარმოება, საბრძოლო მასალა და მარაგები სერიოზულად აკლია მთელ ევროპაში. და კონტინენტს ასევე აქვს სამუშაო სამხედრო ღრუბლოვანი სისტემებისა და საბრძოლო ხელოვნური ინტელექტის, სტრატეგიული ტრანსპორტისა და ელექტრონული ომის მიმართულებით. ამერიკულ Tomahawk-სა და JASM-ის რაკეტებზე გადაჭარბებული დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ევროპას ასევე აქვს ხარვეზი ზუსტი ღრმა დარტყმის შესაძლებლობებში. თუმცა ეს ხარვეზი უკვე ივსება ახალი 50 მილიარდ 660 მილიონი დოლარის ინიციატივით. რამდენიმე სხვა საკითხიც, რომლებიც ადრე იყო ნახსენები, აქტიურად მუშავდება. რამდენიმე ქვეყანა მუშაობს ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. მაგალითად, მაშინ როცა სხვები იკვლევენ ახალ სადაზვერო თანამგზავრულ ტექნოლოგიებს, სადამკვირვებლო სისტემებს და მართვისა და კონტროლის ინტეგრაციას, Sparta 2.0-ის ავტორებმა ასევე მოუწოდეს ქვეყნებს შექმნან განძლე წამი კოალიციხვანი კოალიციები, რომლებიც მორგებული იქნება მათ კონკრეტულ ძლიერ მხარეებს. მაგალითად, საფრანგეთმა, პოლონეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ შეიძლება აიღონ პასუხისმგებლობა სტრატეგიულ პროგრამებზე, გრძელდისტანციურ კონვენციურ შესაძლებლობებზე და ბირთვულ პოლიტიკაზე მიმდინარე დისკუსიებზე. მაშინ, როცა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები კონცენტრირდებოდნენ საზღვაო უსაფრთხოებასა და ელექტრონულ ომზე, გერმანია შეიძლება ლიდერობდეს საჰაერო თავდაცვისა და დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების მიმართულებით. კურევა ასევე არნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თითქოს ევროპას უზარმაზარი გამოწვევები აქვს, არც ერთი მათგანი არ არის გადაულახავი და არც აუცილებელია მათი გადაჭრა წლები გაგრძელდეს. და ამის ყველაზე ნათელი მტკიცებულება შეიძლება უკრაინაში დავინახოთ. მან რუსეთთან ომი დაიწყო შედარებით სუსტი სამხედრო ძალით, მწირი თავდაცვის ბიუჯეტით და თავდაცვის ინდუსტრიით, რომელიც ძირითადად სხვა ქვეყნებისთვის პროდუქციის ექსპორტზე იყო ორიენტირებული და არა საკუთარი თავის გაძლიერებაზე. რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინა ევროპის ერთ-ერთ სამხედრო სუპერძავად იქცა. მისი არმია უკვე რუსეთთან ტოლსორად ბრძოლას ახერხებს. თავდაცვის ინდუსტრია მნიშვნელოვნად განვითარდა და გაფართოვდა, ხოლო დრონული ომის სფეროში მსოფლიო ლიდერი გახდა. ახლა კი უკრაინა თავად აწარმოებს ბევრ თავდაცვის ცისდაცვის სისტემასა და იარაღს, მათ შორის შორ-მანძილზე მოქმედ რაკეტებს, როგორიცაა Long Neptune და Flamingo. უკრაინამ შექმნა საკუთარი პალანტირის სტილის ღრუბლოვანი სისტემაც, რომელიც საბრძოლო ვითარების აღქმისა და ბრძოლის ველის მართვისთვის გამოიყენება. Delta, სულ რაღაც 18 თვეში, რომელიც მას შემდეგ თავისი ტიპის ერთ-ერთ საუკეთესო სისტემად აღიარეს აშშ-ს გარეთ. თუ ერთი ქვეყანა შეზღუდული დაფინანსებით ამას ყველაფერს ნახევარწლეულზე ნაკლებ დროში ახერხებს, ვერავინ ითქვის რამდენ პროგრესს მიაღწევდა და ევროპა მთლიანობაში თუ გააერთიანებდა ინტელექტუალურ პოტენციალს, კაპიტალსა და რესურსებს. გამოიყენებდა იმას, რაც უკრაინის ომიდან ისწავლ და გაატარებდა საჭირო ცვლილებებს, რომ მომავალში იგივე აღარ განმეორდეს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი რაკეტების გეგმის განხორციელებას დაახლოებით 10 წელი დასჭირდება, შესაძლოა სულ რაღაც ნახევარ დროში სრულიად განსხვავებული ევროპა ვიხილოთ, რადგან კონტინენტი აგრძელებს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერებისკენ სწრაფას. მოკლედ რო ვთქვათ, თუ პუტინს მართლაც აქვს გეგმები ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმის ან პოლონეთში შეჭრის შესახებ, ის შესაძლებლობის ფანჯარა, რაც ოდესღაც შეიძლება ქონოდა, ეხლა საბოლოოდ იხურება. და ევროპული ქვეყნები ერთადერთი ნატოს წევრები არ არიან, რომლებიც თავდაცვას აძლიერებენ. შეგიძლიათ გაიგოთ, როგორც ცდილობს კანადა უფრო სერიოზულ სამხედრო ძალად ჩამოყალიბებას ამ ვიდეოში. ან თუ გსურთ მეტი გაიგოთ რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ნახეთ ეს ვიდეო, სადაც დეტალურადაა აღწერილი უკრაინის მიერ რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული ბოლო იერიში. და ბოლოს არ დაგავიწყლეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რათა მიიღოთ მეტი სასტრაფო სიახლე და სიღრმისეული ანალიზი მსოფლიოს უახლეს სამხედრო საკითხებზე.